საქმე საღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით, აქვე განვლილ სავაჭრო სესიაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც საკმაოდ პოზიტიური იყო, საშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე. დღეისათვის კი ვითარება არის შედარებით ნეგატიური, რაც უკავშირდება ომის გაგრძელებასთან და ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით არსებულ პოტენციურ მოსაზრებებს. ამ ეტაპისათვის, როგორც ხედავთ, კორექცია გვაქვს ყველა ძირითად ინდექსთან, S&P 500 -0.78%-ს აჩვენებს, Dow Jones-თან გვაქვს -1.63, NASDAQ-თან კი -0.41%. აქვე კომპანიებსაც უნდა გადავალოთ თვალი, როგორც ხედავთ, ყოველი ძირითადი მათგანი შეფასება შემცირებულია, Google-ს მაგალითად აქვს -1.5%, TSMC-ც ასევე 1.5% დაეცა, Meta-სთანაც ანალოგიური შედეგი აქვს. ერთადერთი გამორჩეული შედეგის მქონე კომპანია დღეისათვის ეს არის Broadcom-ი, რომელიც 5%-ით არის გაზრდილი, ეს მის ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომელიც იყო მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი. აქვე ამერიკიდან გადავიდეთ ევროპაში, სადაც ანალოგიური ვითარებაა, აქაც დაღმასვლებს ხედავთ, 600 უმსხვილეს კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 1.17% არის შემცირებული. აზიის რეგიონში პირიქით დადებითი განწყობა გვაქვს, შანხაი გაიზარდა 0.63-ით, ხოლო ნიკეისთან გვაქვს დაახლოებით 2%-იანი ზრდა, ბოლო 2 დღის განმავლობაში იაპონურ ინდექსს მშვენიერი შედეგი აქვს. რაც შეეხება სანავთობო ბირჟას, აქ ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა იმპორტიორი სახელმწიფოებისათვის, რადგანაც დღეს 4%-ით არის გაძვირებული ნავთობი, ბრენტის ფასი უკვე $84 უახლოვდება, WTI-ის ფასი კი $79 ფარგლებში, ეს არის ერთ კვირაში უკვე 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ბუნებრივი არის, საერთოდ 60%-ითაა გაძვირებული ერთ კვირაში ევროპის მასშტაბით და მეგავატის ენერგიის ფასი, როგორც ხედავთ, 51 ევროს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირი გაძვირდა დაახლოებით 80%-ით. ეს ყველაფერი კი უკავშირდება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას და იქიდან შესაბამისად ნავთობისა და გაზის ექსპორტის შეზღუდვას, რაც ბაზარზე ბუნებრივად აჩენს დეფიციტს, დეფიციტი კი ზრდის ფასს. აქვე უნდა გადავინაცვლოთ ოქროსა და ვერცხლზეც, აქ კორექცია გვაქვს, რომელიც უკვე მთელი კვირა გრძელდება ფაქტობრივად. ოქროს ფასი უკვე შემცირდა $5.67 ნიშნულამდე, ვერცხლი $81 ივაჭრება დაახლოებით. როგორც ხედავთ, ერთ კვირაში ოქრო 2%-ით, ვერცხლი კი ლამის 7.5%-ით დაეცა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთ წელიწადში ოქროს აქვს +74%, ვერცხლს კი +150%. კრიპტოინდუსტრიასაც შევეხოთ, რომელსაც საკმაოდ კარგი 24 საათიანი შედეგი ჰქონდა, ბიტკოინის ფასი $74,000-მდე გაიზარდა, თუმცა ახლა ისევ და ისევ კორექციას ხედავთ, სავარაუდოდ NASDAQ-ის ვარნის ფონზე 3% შემცირდა ინდუსტრიის შეფასება, ბიტკოინის ფასი ჩამოწდა 71,000-იან ნიშნულს, ხოლო ეთერიუმი ისევ და ისევ $2,100 ფარგლებშია. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე 259 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.418 ტრილიონი. აქვე უნდა გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზეც Lion Finance Group-ი დავიწყოთ, რომელიც მოგეხსენებათ უკვე FTSE-ის ინდექსში არის წარმოდგენილი, ლონდონის ფლაგმანურ ინდექსში, თუმცა ამ ინდექსში გაწევრიანების მიუხედავად დღეს მის აქციებთან მიმართებით არასახარბიელო დინამიკას ხედავთ, -3%-ია, თუმცა ეს უფრო მეტად შეგვიძლია გლობალური დაღმასვლის ტენდენციას დავუკავშიროთ და არც კონკრეტულად ამ კომპანიის შედეგებს, რომელსაც ისედაც ვიცით, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს ფინანსური, ასე ვთქვათ, ანგარიშგებიდან გამომდინარე ბოლო 1 წლის განმავლობაში, როგორც ხედავთ, საკმაოდ სერიოზულ აღმასვლებს ხედავთ ჩვენ საქართველოს ბანკთან მიმართებით. TBC-საც დღეს ასევე აქვს კორექცია, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე და ამ ეტაპზე ფიქსირდება -1.77%. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, მისი კურსი ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაუფასურებული, დოლარის კურსი ამჟამად არის 2.74, ევროს კურსი 3.18, ხოლო სტერლინგის კურსი 3.65, ხოლო თავად ლარის გაუფასურება უკავშირდება რეგიონში არსებულ ძალიან დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, მიმდინარე კონფლიქტს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ინვესტორებს უბიძგებს იმისაკენ, რომ მათ ურჩევნიათ ამ რეგიონს გაეცალონ და ასე ვთქვათ, ამ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეროვნული ვალუტაც ცოტა ხნით მაინც თავიდან მოიშორონ, რადგანაც რისკები ძალიან მაღალია, ხოლო როდესაც რეგიონში ასეთი ტიპის რისკები გროვდება, იქ ლამის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება, ეს ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზებით არის განპირობებული და ეს შედეგი უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული თავად საქართველოს ეროვნულ ვალუტასთან, ის უფრო მეტად ჩვენს რეგიონს უკავშირდება. და ბოლოს აქვე
ორედი სიტყვა უნდა ვთქვა ტრადიციულად Foresight-ის ლარის ფონზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს, როგორც ხედავთ, 9%-ს ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში კი სარგებელი აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურად. Foresight ინვესტმენტ გრუპი კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.